საქართველოს მელიორაციამ სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმები განსაზღვრა. შეხვედრაზე რეგიონში სარწყავი სისტემის არსებულ მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონში ის საირიგაციო სისტემები დაათვალიერა, რომელთა რეაბილიტაციასაც კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს. ჩამოვაყალიბეთ ახალი რეგიონული სამსახური და ეს გავაცნოთ რეგიონის ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის მერებს, მათთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო პროექტები, გავეცანით არსებულ პრობლემებს და დავსახეთ მათი გადაჭრის გზები. მერებმა ისაუბრეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე მომავალი გეგმები დაიგეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს 26 წლის ბიუჯეტით. მოხდა ინფორმაციების გაცვლა, თუ რას ვქლობთ ჩვენ მიმდინარე წლის განმავლობაში, როგორც ტექნიკურ ბაზას და ასევე დაისახა სამომავლო პირობები, მოსმენილი იქნა ჩვენი პრობლემები, მოსახლეობის მიერ მოწოდებული საკითხები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მელიორაციის სისტემები ჩვენს მხარეში.